მოგესალმებით მეგობრებო, მე ქეთა ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ გადამეღო ვიდეო და დამედო YouTube-ზე. როგორც ყველა YouTuber-ის, ალბათ ჩემი ოცნებაც ბავშვობაში იყო, რომ გამხდარიყავი YouTuber-ი. რადგან როცა მე ბავშვი ვიყავი, მაშინ ახალი შემოსული იყო YouTube-ი საქართველოში და სულ რამოდენიმე YouTuber-ი იყო, რომელსაც უყურებდი. ისინი ძირითადად ვიდეო თამაშების კონტენტს დებდნენ და მრავალფეროვანი კონტენტი არ იყო, მაგრამ მე აქტიურად ვიყავი ჩართული, აქტიურად უყურებდი და დღემდე აქტიურად უყურებ მათ. YouTube-ი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვფიქრობ, რომ ზოგჯერ უფრო მეტ დროს ვატარებ YouTube-ში, ვიდრე წესით უნდა ვატარებდე, მაგრამ არ შემიძლია, რომ თვალი არ ვადევნო იმ საინტერესო კონტენტს, რაც იქმნება ამ მომენტში საქართველოში YouTube არხებზე. სწორედ ამიტომ, როცა უკვე შესაძლებლობა მაქვს ამ ყველაფრის და მაქვს იმის რესურსები, რომ დავიწყო YouTube-ი, გავაკეთო ის, რაც მე მიყვარს და შევქმნე ისეთი კონტენტი, რაც მე მაინტერესებს, გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ გავაკეთო YouTube არხი და დავდო ვიდეოები. არ ყოფილა ეს ყველაფერი ისეთი ადვილი, როგორიც მე მეგონა, რადგან თავიდან ვფიქრობდი, რომ თუ ვიყიდდი კამერას, დავწერდი ვიდეოს გეგმას, გავაკეთებდი არხს, გადავიღებდი ვიდეოს და ყველაფერი ადვილად გამომივიდოდა, მაგრამ შევცდი, რადგან კამერაც ვიყიდე, ვიდეოს გეგმაც დავწერე, მაგრამ სამწუხაროდ არ მქონდა იმის мотиваცია, რომ გადამეღო ვიდეო. შემექმნა რაღაც დაბრკოლებები და ვერ შევძლე ვიდეოს გადაღება, რამაც ძალიან დიდ სტრესში ჩამაგდო და ახლაც რომ ვიაზრებ, რომ ჩემ პირველ ვიდეოს ვერ ვიღებ იმას, რასაც მინდა, ძალიან სულ ხასიათზე ვდგები. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავის мотиваციისთვის გადავიღო ეს ვიდეო და მოკლედ გაგეცნოთ, ვინ ვარ, რა მინდა გავაკეთო და რას ვაპირებ YouTube-ში სამომავლოდ. მე ვარ ქეთანო, როგორც ამ არხს ქვია და მე ვარ მომავალი მარკეტერი და იმედია მომავალი YouTuber-იც. ჩემი და YouTube-ის ისტორია იწყება ბავშვობიდან, როდესაც Go Let's Play შექმნა საფეხბურთო კონტენტი და იღებდა სხვა საფეხბურთო ვიდეოებს. მაშინ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი ფეხბურთის, ხშირად ვთამაშობდი, ასევე ვუყურებდი და ვიყავი Real Madrid-ის გაგიჟებული გულშემატკივარი და ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებინათ არხი, სადაც დადებდნენ სხვადასხვა კონტენტს ფეხბურთზე, გააკეთებდნენ სხვადასხვა ჩელენჯებს და ამ ყველაფერში დაჭირდა ჩემი დახმარება, რადგან მაშინ მე ვამონტაჟებდი ვიდეოებს ჩემთვის, გამომდიოდა მონტაჟი, ასევე ვიღებდი ვიდეოებს და ამ ყველაფერში ვეხმარებოდი, ვუღებდი, ისინი გეგმავდნენ, მე ვუღებდი, ვამონტაჟებდი და შემდეგ YouTube-ზე ვტვირთავდით. იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი და იმის მერე მთელი ბავშვობა ჩემი ოცნებაა, რომ გავაკეთო ჩემი YouTube არხი. მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ის, რომ გამხდარიყავი ფეხბურთელი. მაგრამ იმ დროს ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი საქართველოში და სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოვიდა ისე, როგორც მე მინდოდა. მაგრამ მთელი ბავშვობა ვცდილობდი, რომ ისეთი პროფესია ამერჩია, რაც ახლოს მაინც იქნებოდა სპორტთან და ფეხბურთთან. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი მარკეტერი, კონტენტ კრეატორიც და ახლა შემიძლია გავაკეთო კონტენტი როგორც სპორტზე, ასევე სხვა ნებისმიერ თემაზე. ვაპირებ, რომ YouTube-ზე დავდო სხვადასხვა ტიპის ვიდეოები, შევქმნა ჩელენჯები, საკუთარ თავსაც მოუწყო ჩელენჯები და სხვასაც მოუწყო ეს ჩელენჯები. ასევე ვაპირებ, რომ სპორტული კონტენტიც გავაკეთო, რასაც მალე გაიგებთ. ვაპირებ, რომ წაგიყვანოთ სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტულზე, განახოთ backstage-ები, რა ხდება შიდა სამზარეულო, ყველაფერი. და მოკლედ ვფიქრობ, რომ საინტერესო ვიდეოებს დავდებ. მოკლედ, ჩემ არხზე გელოდებათ უამრავი განსხვავებული ვიდეო და განსხვავებული კონტენტი.